ეროტიკულ ფილმებში შესრულებული როლები თამაყობთ? კი. ეს პასუხი არის. სიმართლე. ხო, აი ხა მნიშვნელოვანი რა იყო ამ ფილმებში? ის რომ უდიდესი, უნიჭიერესი რეჟისორის შოთიკო კალანდაძის ფილმში მონაწილეობის მიღება ეს არის უდიდესი სიამოვნება. მით უმეტეს, როდესაც კახი კავსაძესთან, ლიკა ქავჟარაძესთან ერთად ფილმში გიღებენ, ჩემი აზრით ძალიან დიდი სიამოვნებაა ეს, ხო? რა ითამაშეთ? ერთგული ცოლი მე და კახი კავსაძეს გვაქვს ნათამაში, ბოლო როლი იყო მისი სხვათა შორის ერთგულ ცოლში ერთად თამაშობთ. და ყველაზე მნიშვნელოვანი კიდე რა არის აქ? ედმონდ კალანდაძე, უდიდესი მხატვარი, პიკო ნიჟარაძე, ნატურით ხატვით, ხო, როდესაც მე მხატავდნენ, ეს ნახატები არის შესული ფილმში კადრებად. ეს არის უდიდესი სიამოვნება. ეს არის ჩემთვის უდიდესი საამაყო თემა და სფერო და მე ამით ყოველთვის ვიამაყებ გიორგი, რომ მე ამ ხელა მხატვრები, ეს უდიდესი მხატვრები მხატავდნენ, ედმონდ კალანდაძის მუზა ვიყავი, როგორ შეიძლება ამით არ ვიამაყო? ეს როგორ ხდებოდა? ძალიან ბუნებრივად, ჩვეულებრივად. აქ უკვე შენს პროფესიას არ ქონდა რაიმე ზეგავლენის ძაღლი. არა, უბრალოდ შემომთავაზა რეჟისორმა, მან დაინახა ჩემში ალბათ რაღაცა მოეწონა როგორც მსახიობი. კი, ნამდვილად ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც ძალიან უდიდესი. ასეთ არტისტებთან მით უმეტეს მხატვრებთან გაქვს ურთიერთობა. შოთიკოს მე ვთვლი, რომ არის უძლიერესი რეჟისორი. ძელი წარწერაა და თუ არა არის, შეგიძლიათ სანამ გვაჩვენო? სუნთქავ იმედი მაქვს. რა ენაზეა? ლათინურად. ლათინურად კი, არის? დუმ სპირო სპერო. სანამ სუნთქავ იმედი გაქვს. ეს მე გიგა არველაძემ და მაკა ქავთარაძემ დაძმობა შევფიცეთ ერთმანეთს 15 წლის წინ და გავიქეთ.